საღამო მშვიდობის ყველას, მოგესალმებით. აბა როგორ ვართ? ჩემო ძვირფასება. აბა როგორ ვართ? სალამი ყველას. მოვედი. ჩვენი პატარა ჯვარი, პეწეწვენა. აბა როგორ ჩაიარა დღემ? როგორ ჩაიარა დღემ? საღამო მშვიდობისა ყველას, მოგესალმებით. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთანს. აბა როგორ ვართ? მოდი ცოტას მეც გადავაზიარებ, ეხლა ცოტას. მე რო არ თქვან, რომ ვარ დავაგვიანე და რაღაც ესეთები მეგობრებო. მოდი ჩემო პატარა, მოდი. მეგობრებო, ეხლა მე დავიწყებ ვინც ვართ, რამდენიც ვართ. ხო, დავიწყებ ეხლა თქვენი ენერგიებით. რა თემაზე იქნება გაშლა? დღევანდელი ჩვენი ლაივი იქნება ასეთი სათაურით, თქვენი შეხვედრა. როგორ ჩაივლეს, როგორი იქნება თქვენი შეხვედრა? მე არ ვიცი ხა. ვინც გინდათ იმასთან შეხვედრა ჩაიფიქრეთ. ხო, დავგეგმოთ ეხლა შეხვედრა. ხო, ეხლა დავგეგმოთ შეხვედრა. სანამ მაგაზე დავიწყებდე მეგობრებო, თქვენი ენერგიები მაინტერესებს, სანთელი არ ამითია. როგორ შეიძლება ეხლა მის გარეშე? ჩვენი სანთელის გარეშე როგორ შეიძლება? ხო, არ შეიძლება. ხო. აინთო, ცეცხლი, აინთო თამაში დაიწყო. დავიწყეთ მეგობრებო. გასხედით, მოეყვეთ, განეწყვეთ და უბედურ დღეშია საქმე. რა არის ეს? მეგობრებო. რა დღეში გაქვთ ნერვები? ეს რა იყო? სურათები. ეხლა რაც ამობრუნებულია, ყველას წავიკითხავთ, ვერ აგონიათ. რაც ამობრუნებულია, ყველას წავიკითხავ. დაგამტრიათ, ხო? დაგამცხრიათ, დაგფერფლათ ურთიერთობამ, გაგანადგურათ ურთიერთობამ. ურთიერთობაში სადაც დებდით სიყვარულს, ძალას, ფიცი, მტკიცი და ბოლოს გაქცევა. ხო, მიიჩნევდით ამ ადამიანს სულიერ მეგობრად, თქვენი სულის ნაწილად, გულის ნაწილად, თქვენს მთელი ცხოვრების მეგზურად მიიჩნევდით ამას, ხო და ბოლოს გაიქცა. ხო, იქნებ გაიქცა, ან იქნებ თქვენ შეგიქმნათ ისე პირობები, რომ თქვენ წასულიყავით ერთიც და მეორეც მეგობრებო, დამსხვრეულები ხართ. ხო. დამსხვრეულები და განადგურებულები ხართ, ისეთია თქვენი ენერგიები. თქვენი, ჯერ თქვენს წარსულზე ვლაპარაკობ. რატომღაც თქვენს წარსულზე ვლაპარაკობ. თქვენით ვიწყებ ყოველთვის მეგობრებო, თქვენით. კიდევ თქვენი ენერგიები. ეხლა თქვენ ხართ თქვენთვის, ცოტა შეიძლება გქონდეს გული დამძიმებული და ცოტა დამწუხრებულებიც იყდეთ, მაგრამ მეგობრებო, ესე ჯღანაოთ.
ეხლა თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ თავს ესე ეჯღანებით ადამიანს. თქვენი ენერგიები, თქვენი ენერგიები. ყველაფრის და მიუხედავად მაინც ლამაზად გამოიყურებით. ყველაფრის და მიუხედავად მაინც კარტებია მომბრუნებული, რატომ აქვს ხომ არ მეტყვით მეგობრებო, რა არის? ყველაფრის და მიუხედავად მაინც სასიამოვნოდ გამოიყურებით, უვლით თავს კი. თქვენ სურვილებს ისრულებთ, თქვენ რასაც ჩაიფიქრებთ, იმ სურვილებს ყველაფერს ისრულებთ. თქვენ თვითონვე არ გიჭირდებათ არავის დახმარება. არა. ძალიან კარგად გრძნობთ თავს. კი. კიდევ თქვენი ენერგიები. მეგობრებო, ხო არ ჭედავს რა? კიდე ამობრუნებულია. რა ხდება ხომ არ მეტყვით? ხო. თქვენი ენერგიები. თქვენ ცხოვრებაში რაც უბედურობა იყო, მეგობრებო, ეს იყო ჩარევებით ადამიანების. აქ შეიძლება იყოს მაგიებიც, ნეგატივებიც, ზოგადად ადამიანების ხელყოფა, ცხვირყოფა, ყურყოფა და მთელი რიგი ამბები. თქვენი ენერგიები. ზოგიერთებს გინდათ ამ ურთიერთობის გაგრძელება, ამ ურთიერთობის გაახლება. ნუ ზოგიერთებზე ვსაუბრობ, ყველას არა. კი, თითქოს შეიძლება წარსულშიც ამ ადამიანთან ფეხმძიმობაც იყო, ბავშვიც იყო, რაღაც იყო დასაწყისი. ეს შეიძლება ფიქრად გქონდათ, ესეც შეიძლება იყოს. ხო, ნუ ვისთან რა და ვისთან რა ეხლა. ხო, ამიტომ გინდათ ურთიერთობის გაგრძელება, მაგრამ აქ არის ჩარევები, მეგობრებო. ამიტომ ვერ ახერხებთ. ხო, ჩარევებია. თქვენი ენერგიები. სერიოზულად გინდათ, მაგრამ რაღაცნაირად რა ვიცი. ცოტა არეულები ხართ, როგორ ვთქვა, მამა. ხო. არეულები ხართ, მეგობრებო. ძალიან არეული სიტუაცია გაქვთ ერთი სიტყვით. ძალიან არეული სიტუაციები გაქვთ, მეგობრებო, იცით რატომ? იმიტომ რომ ძალიან გადაღლილები ხართ, ძალიან რაღაცნა დასტრესილები ხართ, სტრესული ფონიც გაქვთ. ხო, რაღაცნაირად ხართ, რა ვიცი, აბა, რა ვიცი, თავბრუ მესხმის, ეხლა მე ისე ხართ, მეგობრებო. რაღაცნაირად დაიწყო ლაივი დღეს. აი ხო დაინახეთ, კარტების გადაცვენით დაიწყო ლაივი. ხო. კიდე ხო არა რომელიმე ამოყირავებული. აგერაი? მოკლედ, თქვენ უნდა მოუხადოთ საკუთარ თავს ბოდიში. საკუთარ თავს იმიტომ უნდა მოუხადოთ ბოდიში, რომ ყველაზე მეტი ტკივილი თქვენ თვითონვე მიაყენეთ თქვენ თავს, მეგობრებო. მომიტევეთ ახლა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ კი, ყველაზე დიდი ტკივილი თქვენ თვითონ მიაყენეთ თქვენ თავს, იმიტომ რომ ხო რაღაცებს აკეთებდით არასწორად. არასწორობაში შედის ის, რომ ძალიან ბევრს დებდით ურთიერთობაში, ზოგადად ყველგან. მეც გასცემთ და უკან არაფერს გიბრუნებთ, ვერ იბნებთ უკან ვერაფერს. ამიტომ სადაც ბალანსია დარღვეული, იქ ყოველთვის ზიანდებით თქვენ და თქვენი ფსიქოლოგიური მოვლენები უფრო მატულობს. ამიტომ საკუთარ თავს უნდა მოუხადოთ ბოდიში და აპატიოთ, იმიტომ რომ სხვანაირად თქვენ თავს ვერ დაიბრუნებთ. გაუშვით ის რაც იყო. ხო, შეიძლება ეხლა იტყვით, ვინმე დამიწერთ, რომ აღარ ვფიქრობ წარსულზეო, მაგრამ ენერგეტიკულად მაინც რაღაცნაირად ხართ ქვეცნობიერში დარჩენილი არის ეს ყველაფერი, ამიტომ შეცადეთ, რომ ამ ყველაფერზე არ იფიქროთ. არ იფიქროთ, მეგობრებო. გავაგზელებ. თუ კი დაემთხვა რაღაცნაირად თქვენს ენერგიებს, მეგობრებო, დავრჩეთ და გავაგზავნოთ ყურება. მოსმენა უბრალოდ. ეხლა მინდა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები წავიკითხო. თუნებას მომცემთ, რა თქმა უნდა. ის ბიოველში შევიჭრები. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები. ეს ადამიანი როგორც ყოველთვის გარბის, გაურბის რეალობას, გაურბის ზოგადად ყველაფერს. ვაპატიეთ, სასწაული თვალი და ენერგიები აქვს.
ენერგიები აქვს სასწაულად მძიმე. ეს ადამიანი გარბის უჩირმაჩინივით. ზოგადად შეიძლება ემალებოდეს ადამიანებს, ან თქვენ გემალებოდეთ, თქვენგან გარბოდეს ყოველთვის, გარბოდეს ისე რომ ვერ ხვდებოდეთ სად მიდის ეს ადამიანი, ან სად იმყოფება. ესე კალიასავით დარბის მეგობრებო. ნახეთ წყალზე როგორ დარბის კალიასავით. მოჩვენებასავით დარბის მეგობრებო, საცოდავი მისი დღე. კიდევ მისი ენერგიები. მისი ენერგიები. ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან სიახლოვე. ძალიან უნდა თქვენთან მოსვლა ამ ადამიანს. წარსულში რა იყო არ ვიცი, მაგრამ რაც იყო წარსულში ის უნდა. ჭხანაობა უყოთ, იგივე უნდა, როგორც იქცეოდა წარსულში, ისევე იგივენაირად უნდა რომ მოიქცეს. კი, წარსული და სიახლოვე. რაც ქონდა, თან სერიოზულად უნდა მეგობრებო, არ იფიქროთ რომ ზედაპირულად, არა. როგორც გაიქცა, ისე გამოიქცეს უნდა ეხლა ისევ თქვენთან. ამის გამო ძალიან დიდი სტრესი აქვს. ხო, პასუხისმგებლობას ხო გაურბოდა, მეგობრებო? არასოდეს არ ქონია ამას საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. ახლაც არ აქვს, მეგობრებო, თქვენ რა აგონიათ? სტრესი აქვს ადამიანს ისეთი, რომ თავზე დაემხო ყველაფერი მისი სადარდებელია. წასაღები მოსატანი, მისატანი გასაცემი, ასაღები ყველაფერი. კომუნალურებია თუ რაიმე შეიძლება ადამიანს ქონდეს პასუხისმგებლობა, ყველაფერი ამის კისერზეა და ეხლა არის გაავებული. ამიტომ უნდა თქვენთან დაბრუნება. ხო, დაბრუნება უნდა თქვენთან. ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც ურთიერთობაში შეცვალოს, ურთიერთობა გამოასწოროს, ჩაასწოროს, აი ეს ხარვეზები გაასწოროს. მაგრამ ამას რო ვერ გაასწორებს, ძალიან კარგად იცის მანც, მაგრამ ნუ მაინც უნდა, ხო, წმენდები უნდა ამ ადამიანს, განთავისუფლება უნდა, სოდვების გამოსყიდვა უნდა. ისცელენიე, ასვაბაჟძენიე, ისკუპლენიე, აჩიშენიე. აი ნახეთ რა აწერია. ხო, იგი უნდა. თან დიდი გულით უნდა, მაგრამ მეგობრებო, ვაი იმას რომ ტყუილია ეს ყველაფერი. იცით რატოა ტყუილი? სანამ მას არ გაუჭირდა, მანამ ვერ მიხდა თქვენი ფასი. იმიტომ უნდა ეხლა ამ ადამიანის დასაჯერებელი არაფერი არაა, მე თუ მკითხავთ. ლენჩუაშვილი, კი. ნუ ვისთან ძეა და ვისთან ასულია, ნამარია. ნინა, გაიხარე ჩემო ლამაზო, გაიხარე. მინდა იყო ბედნიერი ყოველთვის. მისი ენერგიები, მეგობრებო, კიდევ მისი ენერგიები. მეგობრებო, ნახეთ, ამ ადამიანს როგორ უნდა რომ ბოდიში მოგიხადოთ. ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის რომ დაგიშავათ, მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა, ბლეფია ყოველთვის. ადამიანს რომელსაც უყარს ნიღბების ტარება, არც ამის დაეჯერება ეხლა მე თუ მკითხავთ, მეგობრებო, მაგრამ ნუ თვითონ რასაც ფიქრობს ეხლა, ხო, იმას გეუბნებით. მომაქვს თქვენამდე ესეთი ამბავი რომ ბოდიშის მოხდა უნდა. ამ ადამიანს უნდა რომ აპატიოთ. და დაბრუნება უნდა. ბოდიშის მოხდა იმას არ ნიშნავს რომ გზას გააგრძელებს ისე თავისი ცხოვრებით, არა. დაბრუნება უნდა. ძალიან ნანობს თავის აქციელს, ასე ამბობს თვითონ. ამდენად დასაჯერებელია ხა თქვენ უფრო მიხვდებით ამას ჩემს მაგივრად, ჩემს გარეშეც. ხო. მისი ენერგიები. ამ ადამიანს უნდა რომ ეს მანძილი დაამოკლოს. ეს სიახლოვეს ესე გაადიდოს, ისე გაადიდოს. ეხლა ეს სურათი მეგობრებო რომ ამ ყვავილთან ახლოს აღმოჩნდეს, ანუ ახლოს მიგიტანოთ მასთან უნდა ამ ადამიანს.
არ ვიცი ახლა ეს რატო ვთქვი, მაგრამ სავარაუდოდ თქვენს სურათს ესე ადიდებს, როგორც ჩანს ინტერნეტში, ესე ახლოს მოაქვს და თქვენს სახეს ხო, აი ესე იხსენებს. ან იქნებ თქვენს ბედნიერ სახეს ხედავს, ან გამომეტყველებას ხედავს თქვენს ბედნიერებას ხედავს ეს ადამიანი ახლოს. ლენჩი. და ნახეთ რა დღეშია მერე. ასე იხოკავს სახეს. იხოკავს. თამარი ზაკეთევანიც არ იყოს მეგობრებო. ეხლა თვითონ ინერვიულოს, ეხლა თვითონ იწვალოს, ეხლა თვითონ იხოკოს სახე. აქამდე ხო თქვენ იყავით, ეხლა თვითონ ასე. ხო და იყოს. ასწაულ დღეშია. სულიაკ აი უკვე დანარცხებულია მიწას მეგობრებო. აი უკვე მოთფინების ფიალა გაუწყდა წერპენი ნიუდაჩი. აი ხო ხვდებით რა წერია. დამარცხებულია მეგობრებო. ამბობს რომ დამარცხდიო. აბა რა ეგონა? ამ ადამიანს უნდა და თავისუფალი ურთიერთობა. მე არ ვიცი თავისუფალი ცხოვრება უნდა და წასვლა უნდა და ხო წავიდა. ხო და დააბრალოს მის თავს. კიდევ მეგობრებო. მისი ენერგიები საინტერესოდ საუბრობს. ვერ ვანებებ თავს. ხო აი ესე დარბის ახლა საკუთარი თავის გადასარჩენად. აი ესე თითქოს გოლის გატანა უნდა, მაგრამ არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ გოლი გაიტანოს, მეგობრებო. ტოქსიკურად დარბის, წინ და უკან, არაფერი არ გამოდის. ამასაც ხუთიანი აწერია, საწევიდი აღარ ვიცი. ხუთიანი. ახლა ამ ხუთიანს გამგები მიხვდება. აგერ აწერია ხუთიანი. ეს ადამიანი შეიძლება რაღაცა ხუთიანებთანაა დაკავშირებული, არ ვიცი. ეს ადამიანი კიდევ თავის ნამდვილ სახეს არ გაჩვენებთ იმას, რომ თუ როგორ ცუდად ამ ყველაფერს მალავს მეგობრებო, თორე გული აქვს საშინლად დამძიმებული, ყველაფერზე ძალიან კარგად ფიქრობს, ყველაფერს ძალიან განიცდის, ზურგში დანაჩაცემულია რო იყვიან, ხო? და უყურებდეს საათს იქნება. ხო, საათს უყურებდეს, იმიტომ რომ ხუთი საათი, ხუთი რიცხვი დაიმახსოვრეთ მეგობრებო. აქედან ხუთიანები დაიმახსოვრეთ. 5 ან 6. 5 და 6. ან 56. არ ვიცი რასთანაა დაკავშირებული, თქვენ თვითონ დააკავშირეთ ერთმანეთს. ხო. 5-6. 5 დღე ან 6 დღე. 5-6 საათი. 5 რიცხვი ან 6 რიცხვი. 5 კვირა ან 6 კვირა. რაღაც ესე მეგობრებო. 5 რიცხვი, 15 რიცხვი, 25 რიცხვი. 6 რიცხვი, 16 რიცხვი, 26 რიცხვი. წელი არა. შეიძლება 26 წელიც. 2026 კი. ამ შემთხვევაში კი. წელი არა, 5 წელი, 6 წელი, ნუ შეიძლება ვინმესთან რეზონირდეს ის, რომ 5 წელია ან 6 წელია წასულია თქვენგან. ამ შემთხვევაში წელი კი. მაგრამ კიდევ 6 წელი და 5 წელი ლოდინი არა. შეიძლება იგულისხმებოდეს ის, რომ 5-6 წელი ესე დარბის ეს ადამიანი. ამას ამ დროს, ამ შემთხვევაში თუ იგულისხმებთ წელს, კი 5 წელი, 6 წელი. კი, მაგრამ იმ შემთხვევას თუ გავითვალისწინებთ, რომ საათს უყურებს და დაბრუნება უნდა, ამ შემთხვევაში 5 საათი, 6 საათი, 5 წელი და 6 წელი არა, მეგობრებო. არა. 5 კვირა ან 6 კვირა, 5 თვე ან მაქსიმუმ 6 თვე. 6 თვის ზევით არა. ანა მარია, 10 წლის მერეც მინახია დაბრუნებული. დედას გეფიცებით. კი, მინახია დაბრუნებული. ცოლ-ქმარი 10 წლის მერე დაოჯახდნენ ისევ. ჩემს საახლობლოში იყო ესეთი. კი. ამას წინათ მოუყევით ან მაგი ისტორია. მოგეთ მეგობრებო, ეს ადამიანი თქვენთან დაბრუნებას პერსპექტივაში უყურებს. ხო.
ეს ადამიანი თქვენთან დაბრუნებას პერსპექტივაში უყურებს, იმიტომ რომ თქვენი შეპყრობილია უთქვენოთ არ შეუძლია. არა. თან გიყურებთ, ჩუმად გიყურებთ ეს ადამიანი, ტაინი ნაბლუდაწელ, ჩუმად გაკვირდებათ. თქვენ რომ ვერ წარმოგიდგენიათ, ისე გაკვირდებათ მეგობრებო. კი. და მე უკვე ვიცი ვინცა ეს. ჩემზე თუა, მე ვიცი უკვე ვინცა ეს ლენჩი, ლენჩუაშვილია იცოდეთ. ლენჩიას ძე, ლენჩუაშვილი. ხო. ოღონდ ძე. ანა მარია მიხთი ხო? მიხთი ხო ანა მარია ვიზოლაპარაკობ? ხა, იმიტომ გაგეცინა. ხო. კი, მაგი იყო ზუსტად. ლენჩუას ძე, ლენჩუაშვილი. მეგობრებო, ესეთ იყო წარსულების და ყოფილების დახასიათება. მეც ვერაფერს ვერ დავარქმევ. ყოფილი და წარსული. ვიცით რატო ქვია ეს სიტყვა ადამიანს ყოფილი და წარსული? წასულია, ჩაი არა მატარებელმა მისმა. გენა, აი ზუსტად დოჩი, მაგაშიც მართალი ხარ. ესეთი ადამიანები ასულები არიან, ძე არა. ნამდვილად მართალი ხარ გეთახმები. 100%-ით. კი არა და 1000%-იანი ხარ. ხა. მეგობრებო, მოვეშვათ ახლა ჩვენ წარსულებს. კონცენტრირდით, ვიზეც გინდათ ახლა იმაზე. კონცენტრირდით, დამშვიდდით, დავლაგდეთ, დავწყნარდეთ და ეხლა ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, განთავისუფლდით ამ უკვე ჩავლილი ნეგატივებიდან მეგობრებო და ჩაიფიქრეთ ადამიანი, ვინც გინდათ. ხო და ჩაიფიქრეთ ესეთი. ამ ადამიანთან ჩაიფიქრეთ ესეთი სიტუაცია. თქვენი შეხვედრა, როგორი იქნება თქვენი შეხვედრა? როგორ ჩაივლის თქვენი შეხვედრა? ხო. აი წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანთან შეხვედრა. ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ მეგობრებო. ხო. თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანთან წარმოიდგინეთ ეხლა შეხვედრა. ხო. და გამოუშვით ეხლა ინფორმაცია. თქვენი შეხვედრა. თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანთან როგორი იქნება თქვენი შეხვედრა მეგობრებო? ან თქვენი საუბარი? კი ხო, ანა მარია, წარმომიდგენია კი. ცოტა რთული თემაა ამ დროს კი მეგობრებო. ცოტა რთული თემაა იმ შემთხვევაში, ხო, ნებისმიერ შემთხვევაში წარმოიდგინეთ, ხართ, არ ხართ შენახვედრები, არ აქვს მნიშვნელობა, ყოფილია თუ არა ყოფილი, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ მეგობრებო. ჩაიფიქრეთ უბრალოდ კარგი განწყობით, როგორი იქნება თქვენი შეხვედრა, თქვენი დიალოგი, თუნდაც, ხო, თქვენი საუბარი. აი როგორ წარმოიდგენდით. გონებაში, აბა ეხლა მეგობრებო. დავიწყებ ეხლა. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანთან შეხვედრა. უყურეთ ეხლა რა ხდება აქ. ხო. აქ იქნება აქტიურობა ამ ადამიანიდან. ეს ადამიანი არის ძალიან აქტიური, მინდა გითხრათ. ხო. ძალიან ისეთი თავდადებული ადამიანის როლი აქვს. კი, ძალიან ბევრი იდეები აქვს, ძალიან გამოცდილი და ავტორიტეტულია. ეს ავტორიტეტული შეიძლება იყოს თავის ირგვლივ მყოფებთან, მეგობრებო. კი, ძალიან ბევრი იდეების და ძალიან დიდი უნარი აქვს, ანალიტიკური უნარი აქვს ძალიან. შეიძლება მათემატიკური უნარიც ჰქონდეს ამ ადამიანს. ნუ ვისთან რა და ვისთან რა ეხლა.
ზოგადად ეს ადამიანი ამ ადამიანს მესამე თვალი აქვს. კი, ეს ადამიანი კიდევ რაღაცებს ხედავს, შორს მხედველია, შორს ხედავს ყველაფერს, თავის ცხოვრებას შორიდან უყურებს. ანუ 10 წლის მერე, 20 წლის მერე წარმოიდგენს თავის ცხოვრებას. კი. თქვენი შეხვედრა როგორი იქნება? ეხლა მე რა მინდა გითხრათ. მე ვხედავ აქ თქვენ წარმოდგენილ შიშებს, თქვენ წარმოიდგენთ ამ შიშებს. თქვენ წარმოიდგენთ, თქვენ თვითონ თქვენს გონებაში ახლა ატრიალებთ შიშებს. თქვენ გაქვთ შიში. თითქოს თქვენ გონიათ, რომ ყველაფერი პასუხისმგებლობა თქვენზე იქნება. კი, თქვენ გონიათ, რომ ყველაფერი რთულად იქნება. არა, მეგობრებო, ამაზე არ ინერვიულობთ. თუ კი წარსულში გქონდათ ღალატი, იქნებ ფიქრობდეთ ახლა, რომ აქაც ხო არ იქნება ღალატი. რაღაც ამნაირ რაღაცას ფიქრობთ. ხო, გეჩვენებათ, რაღაცები გეჩვენებათ, მეგობრებო. მოდი ესე ვიტყვი. მოჩვენებები დაგვეწყო, ხო, მეგობრებო? ხო. იყავით მეტი თავისუფლები. ხო. ესეც ახლა უბრალოდ გაფრთხილებაში მიიღეთ. იყავით ძალიან თავისუფლები. იყავით მეცინება. იყავით მოდის მასხარას ხასიათით. აი ხო ხდებით ახლა კლოუნი. მეგობრებო, არაფერზე არ იდარდოთ, არაფერზე არ ინერვიულოთ. ყველაფერი მიიღეთ ჩვეულებრივად, თითქოს არაფერი არ მოხდარა. თქვენი შეხვედრა, სასწაული რაღაცნაირად არ დავსვი, მე მგონი შეკითხვა სწორად, იმიტომ ინფორმაციას არ მაძლეს. როგორ იქნება თქვენი შეხვედრის დღე? მოდი ახლა ესე ვიტყვი. კიდე გადამიცვინდა კარტი. ხო, თქვენი შეხვედრის დღე. როგორი იქნება თქვენი შეხვედრის დღე? დამორცხებულები იქნებით. თითქოს რას იფიქრებთ, იცით, უკან დახევას იფიქრებთ. თუ კი დათქვამთ შეხვედრას, მეგობრებო, თითქოს იფიქრებთ, რომ უკან დავიხევო, კი. უკან დახევას იფიქრებთ, თითქოს შეგრცხვებათ, თითქოს რაღაცნაირად იგრძნობთ თავს, თქვენ თვითონ, ხო, თითქოს იფიქრებთ იმას, რომ არაფერი არ გამომივა, ხო, ანუ ინერვიულებთ ძალიან, არეულ-დარეული ფიქრები შეგაწუხებთ კიდევ. ხო. მეგობრებო, ყველაფერი მინდა გითხრათ, რომ იქნება კარგად. ხო. ცოტა დანაკარგის შეგრძნებაც გექნებათ, სინანულიც გექნებათ. აი ხო გეუბნებით, ძალიან დაბნეულებთ, დაიბნევით. ხო. დაიბნევით, მეგობრებო. კარგი, დაიბნევით. ესე იგი თქვენსას არ ამბობს. მოდი ვნახოთ ახლა თქვენი პარტნიორი, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის აზრები ვნახოთ ახლა, მისი რეაქცია ვნახოთ. თქვენი გავიგე, კაი. ხო. მისი მხრიდან რა იქნება? მისი მხრიდან თვითონ როგორი იქნება? ამას მეგობრებო, ეს იქნება, იცით როგორ, ძალიან კარგად იგრძნობს თავს ეს ადამიანი, მინდა გითხრათ. ხო, აი რაღაც კარგის მოლოდინში. ხო, თითქოს ეს იქნება პირველი მისი გადადგმული ნაბიჯი და ეს ადამიანი თითქოს იცით როგორ იგრძნობს თავს, აი თითქოს რაღაც აი კარგი განწყობა ექნება კიდევ. მაგრამ იცით რა, მეგობრებო, მას წარმოედგინა შეიძლება თავი სხვანაირად, მაგრამ სხვანაირი წარმოდგენა დარჩება ამ ყველაფერთან. ხო. კიდევ თქვენი შეხვედრა. ნელი. თქვენი შეხვედრა. ძალიან ნელა იქნება ეს ყველაფერი, მეგობრებო. არ ვიცი რა არეულად საუბრობს კარტი დღეს. მოდი ახლა ვკითხავ მაშინ სხვანაირად. თქვენი დიალოგი, როგორი იქნება თქვენი დიალოგი, მეგობრებო? თავბრუ თუ არ მეხვეოდეს დედას გეფიცებით. თქვენი და თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები ახლა მე თავში მიტრიალებს. ხო. დაბნეულობას ექნება ადგილი როგორც ჩანს. კი, დაიბნევით ორივე. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დაიბნევით. კარგით. ბოლო-ბოლო, როგორ წავა თქვენი დიალოგი? თქვენი დიალოგი როგორი იქნება?
იცით როგორ იქნებით მეგობრებო? აი რა ვთქვა, არ ვიცი. რატო ელოდებით ცუც, არ ვიცი, რომელი ელოდება ცუც, მე არ ვიცი, თქვენ თუ თქვენი პარტნიორი, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. არ ჯერავს რომელიღაცას. რომელიღაცა თქვენგანი ძალიან შეშინებული იქნებით. ან იქნებ ორივე იყოთ შეშინებული, არ გჯერავთ, ან არ დაიჯერებთ, არ გჯერათ თქვენი მომავალის. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომელიმე თქვენთაგანმა შეიძლება იფიქროთ, რომ რაღაც ესე. ხო. ძალიან დამაბნეველია დღევანდელი ლაივი. მეგობრებო, მინდა გითხრათ. ძალა არ გექნებათ რაღაცა და აი ძალიან ისეთი სიტუაცია ჩანს აქ. მე ძალიან გაოცებული ვარ. თქვენი შეხვედრა და დიალოგი იქნება ძალიან არეულ-დარეული. ვერ მოაბამთ თავს. რაღაცნაირად. ხო, რა თქმა უნდა, ანა მარია. რა თქმა უნდა. ასწავლი თუ გინდოდეს. რა შეკითხვა დასვა ვერ ხვდები მეგობრებო. ვინ დაარღვევს დუმილს? ვინ დაარღვევს დუმილს? ძალიან საინტერესოა. რომელი დაარღვევს დუმილს? ხალი. ქალბატონი დაარღვევს დუმილს. ქალბატონი დაიწყებს პირველი საუბარს. მეგობრებო, ხედავთ ხო? ხედავთ. ქალბატონი დაიწყებს, ანუ თქვენი პარტნიორი დაიწყებს საუბარს. კი, ვინც მიყურებთ ახლა, რა აქვს მნიშვნელობა? თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი დაარღვევს დუმილს და რატომ? ეს ადამიანი არის იმპერატორის როლში. ეს ადამიანი ვერ იტანს და ვერ ეგუება აი ესეთ რაღაცებს, ხო? ესა პროგრესზე წამსვლელი ადამიანი, ესა სიტყვა და საქმე ადამიანი, ესა ქალი მოქმედება, ადამიანი მოქმედება, არ დავარქმევ ახლა ქალს და მამაკაცს, მაპატიეთ. ესა ადამიანი მოქმედება, სიტყვა და მოქმედება, ხო? ეს ადამიანი ვერ მოითმენს უთქმელობას, ამიტომ დაიწყებს ეს თვითონ დაიწყებს, ხო? თვითონ დაიწყებს საუბარს. კარგით, უკვე ავლაპარაკდით, ხო, მეგობრებო? აბა რა სიტყვის? ხო, აი ხო გეუბნებით. ეს თვითონ ეცდება საუბრის დაწყებას, მეგობრებო. თვითონ ეცდება საუბრის დაწყებას. რა სიტყვის? რა სიტყვის? რა სიტყვის, მეგობრებო? ნახეთ ახლა რა ხდება აქ. ნახეთ ახლა რა ხდება აქ, მეგობრებო. თქვენ მერე აყვებით ამ ადამიანს. რასაც სწავლით, იცით რა რთული იქნება თქვენი საუბრის დაწყება, მეგობრებო? აი მე უკვე ვიცი რაც იქნება აქ. ძალიან რთული იქნება თქვენი საუბრის დაწყება. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენი პარტნიორი დაიწყებს ლაპარაკს, მაგრამ ძალიან რთული იქნება თქვენი საუბარი. დიალოგი ურთიერთობაში ძალიან რთული იქნება. მე არ ვიცი რატომ. მე არ ვიცი რატომ. შეიძლება ისიც იფიქროს, რომელიმემ რატომ მოვედი, ან რატომ შევხვდი. რაღაც ამნაირი აზრები მოდის, მეგობრებო. ხო, რატო არ ვიცი, ვერ გეტყვით რატო. რატო? ეს ადამიანი თითქოს თქვენზე იხედება, თქვენსკენ იხედება. მე ვხედავ აქ შეხვედრას, მოსვლას. კი, ვხედავ, მეგობრებო, ძალიან ბევრი სურვილების ასრულებას. ვხედავ, მაგრამ აქამდე, ხო, ძალიან რთულად მოგეცემათ ეს შანსი. ხო. ძალიან რთული იქნება აქამდე მოსვლა. აი ამ ორ სურათამდე მოსვლა ძალიან რთული იქნება ორივესთვის, არა მარტო ერთისთვის, ორივესთვის, მეგობრებო. რთულად მოგეცემათ ეს, მე არ ვიცი რატომ. ხო. არ ვიცი რატომ, პასუხი არ მაქვს ამისთვის. ეხლა მინდა ვკითხო რატომ? რატომ იქნება რთული ეს ყველაფერი? თქვენი შეხვედრა რატომ იქნება რთული? რა საინტერესოა? იმიტომ რომ მეგობრებო, წარსულში გავლილი ცხოვრებიდან. წარსულში დაუმსახურებლად გავლილი ცხოვრებიდან. წარსულიდან მოდის ეს.
შიშები, სულ ფიქრობთ იმას, ხوار მოვტყუდები, კიდევ ხوار იქნება ისე, კიდევ ხوار იქნება როგორც ადრე, ამაზე არ იფიქროთ მეგობრებო. თავარია შეხვედრა კი? მესმის ძალიან რთულია კი? არ მიკვირს მეგობრებო, არ მიკვირს, მაგრამ არც ამას არაუშავს. მაინც არაუშავს. ამ დაძაბულ სიტუაციასაც არაუშავს. ბოლო-ბოლო დალაგდებით? დალაგდებით მეგობრებო? კი მეგობრებო, ყველაფერს მოაგვარებთ. ყველაფერი წავა კარგისკენ. თქვენი საუბარი შედგება. თქვენ თქვენს ამბავს მოყვებით. ის თავის ცხოვრებას მოყვება. მოუყვებით ერთმანეთს თუ რა რთული იყო ყველაფერი, რა ცხოვრება გაიარეთ, როგორი გაუბედურებულები იყავით, როგორი უბედური ქორწინება გქონდათ, ოჯახი გქონდათ, სიტუაცია გქონდათ და ეს ყველაფერია ზუსტად დღემდე რომ მოქმედებს. მაგრამ არაუშავს. როგორ არ დაგაფასეს, როგორ გიღალატეთ, როგორ დაგიკარგეს ყველაფერი, როგორ დაკარგეთ ყველაფერი, როგორ იდექით არჩევანის წინაშე და როგორი რთული იყო თქვენთვის ამ არჩევანის გაკეთება, წასვლა თუ დარჩენა, თუ დასრულება ამ ყველაფრის. ძალიან დიდი დაუფასებლობა გქონდათ წარსულში. ბევრმა შეიძლება ყველაფერი დაკარგეთ აბსოლუტურად. ამიტომ ძალიან რთულად მოგეცემათ ეხლა ეს ყველაფერი. რთულად რატო მეგობრებო იცით? გეტყვით ეხლა. თქვენ თვითონ იფიქრებთ ძალიან ბევრს. ხო. თქვენ თვითონ იფიქრებთ ძალიან ბევრს. კიდევ. რა მოხდება თქვენი შეხვედრის მერე? თქვენი შეხვედრა იქნება ფარული, მინდა გითხრათ. ამ ყველაფერს თქვენ არავის არ ეტყვით. ძალიან ცოტას თუ ეცოდინება, ძალიან ცოტას. შეიძლება ზოგიერთებთან არც არავის ეცოდინოს, მაგრამ ხო, ეს ყველაფერი იქნება ფარული. ეს იქნება თქვენ ორ შორის მხოლოდ. თქვენ ორი და უფალი რო იტყვიან. მხოლოდ ესე იქნებით. ხო. კიდევ. თქვენი დიალოგი. გამოსავლის მოძებნას დაიწყებთ ფიქრს იმაზე თუ როგორ გააგრძელებთ ამ ურთიერთობას, რა შესთავაზებთ ერთმანეთს, მოილაპარაკებთ მომავალზე. კი. რომ რაიმე გაუგებარი არ იყოს. კი მეგობრებო, უყურეთ რა ხდება ახლა. თქვენს ერთად ყოფნას თუ კი გადაწყვიტავთ, ამაზე მოილაპარაკებთ შეიძლება ყველაფერზე, საცხოვრებელი, აი თავის გატანა, პრობლემები, აი ფიზიკური, მორალური, ფსიქოლოგიური გვერდში დგომა, აი თუ კი რაიმე შეიძლება, ყველაფერზე ისაუბრებთ მეგობრებო. ყველაფერზე ისაუბრებთ. თან პასუხისმგებლობით მოეკიდებით ამ ყველაფერს. თქვენ შორის თუ იქნება რაიმე ხელი შემშლელი ფაქტორი. არა მეგობრებო. არა. უსამართლობას ვერ აიტანთ. არა. გადაწყვეტილებას მიიღებთ სამართლიანობისკენ, უსამართლობას არ დაუშვებთ. არა მეგობრებო. გაუგებრობა თქვენს ურთიერთობაში არა. არ იქნება მეგობრებო. თქვენ ყველაფერს გაითვალისწინებთ. ნახე ბრონი. ამ ადამიანს აცვია ბრონის ჟილეტი. მოდი ასე ვიტყვი. თქვენ თქვენს ურთიერთობას დაიცავთ გაურკვევლობისგან. თქვენი ურთიერთობა არ იქნება გამხელილი. ეს იქნება დამალული. დამალული რა მხრივ ახლა გეტყვით. არ გამოიტანთ თქვენს ურთიერთობას გარეთ. კიდევ. თქვენ მოილაპარაკებთ იმაზე, რომ ურთიერთობაში არ იქნებით მარტო. ურთიერთობაში არ იქნება გაუგებრობა. ურთიერთობაში არ იქნება მოწყენილობა. ურთიერთობაში არ იქნება ტყუილები და ცალკე ყოფნა. ანუ ეხლა გეტყვით რას გულისხმობ. მაგალითად ხართ ერთად და თავს გრძნობთ მაინც მარტო. ეს არ იქნება. ამის თქმა მინდა. ორივე იმუშავებთ ურთიერთობაზე. მხოლოდ თქვენ, ან მხოლოდ თქვენი პარტნიორი არა. ორივე მეგობრებო. ხო. თქვენი დიალოგი. რა გადაწყვეტილებამდე მიხვალთ ბოლო-ბოლო? რა გადაწყვეტილებამდე მიხვალთ ბოლო-ბოლო მეგობრებო? გამარჯვება.
აი, თქვენი გამარჯვება. ეს არის ადამიანი წარმატებული, ეს არის ადამიანი ლიდერი, იქნებ ლიდერობა მოისურვოთ. არ ვიცი ახლა ვის რა ხასიათი გაქვთ, მაგრამ ეს ნიშნავს გამარჯვებას, ეს ნიშნავს მიღწევას, რასაც მოილაპარაკებთ, იმას მიაღწევთ. ანუ ურთიერთობაში უნდა იყოს საუბარი, მეგობრებო, ნებისმიერი ტიპის საუბარი, ურთიერთშეთანხმება, ურთიერთგაგება, მე ასე მინდა და ასე იქნება, არა, მეგობრებო. ერთმაც და მეორემაც უნდა დათმოთ. როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა? ნებისმიერ პრობლემებს გადალახავთ ერთად. სადაც არ უნდა გაემგზავროთ, წახვალთ ერთად. რაც არ უნდა გააკეთოთ, გააკეთებთ ერთად. ეს იქნება შენაძენი თუ დანაზოგი, თუ გამგზავრება, თუ დასვენება, თუ გამომგზავრება, თუ ნერვიულობა, თუ ბედნიერება, ყველაფერი გექნებათ ერთად. ხო. და ეს იქნება, ნახეთ, ნერვიულობის შემდეგ აქაც გამარჯვება წერია და აქაც გამარჯვება, მეგობრებო. ყველაფერს ერთად თუ კი გააკეთებთ, ერთად თუ კი დაგეგმავთ, ერთად ურთიერთობაში იქნება საუბარი, ყველაფერი ხუთიანზე გამოგივათ. აი ის ხუთიანი ზუსტად იქ რომ იყო. ხო. მოკლედ, რისი თქმა მინდა? თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი არის ძალიან თბილი, ძალიან ერთგული, ძალიან ყურადღებიანი ადამიანი, რომელიც ყველასთვის თბილია, ძალიან მეგობრულია, ძალიან სიმპათიურია, ძალიან სექსუალურია, ძალიან გამგებიანია, ვინც მიყურებთ, ახლა მეგობრებო, მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ინტერესიანია. ეს ადამიანი, როდესაც გისმენთ მთელი გულით, მთელი სულით, მთელი არსებით. 7 გაწონასწორებულია ეს ადამიანი, არ შფოთავს, არ ღელავს, არ ნერვიულობს, ეს ადამიანი სხვის ნერვებზე არ თამაშობს. ხედავთ ხო როგორც ის კვერთხების დედოფალი, ლომი. მეგობრებო, მე არ ტყუი ვარ, ნახეთ რა წერია. ლომი. ხო. ვერძი, ლომი, შვილდოსანი. ცეცხლის სტიქია. შეიძლება იყოს კიდევ კურო, თხა და კიდევ რა არის? ხო, ძლიერი, ძალიან ძლიერი ადამიანია, მეგობრებო. ხო. ძალიან ძლიერია, კი. კიდევ. თან ძალიან გულწრფელი კიდე, მეგობრებო. ხო. ეს ამ ადამიანს ტყუილი არ შეუძლია. ძალიან გულწრფელია, რა მნიშვნელობა აქვს ზოდიაქებს, არ მივაქციოთ ყურადღება, მეგობრებო. ეს ადამიანი გულწრფელია. კიდევ. სამყაროს თვალით დანახული ეს თქვენი ურთიერთობა, როგორი იქნება? სამყაროს თვალით დანახული, მეგობრებო. ამ ურთიერთობას ეყოლება მტრები, მინდა გითხრათ, მაგრამ არ ინერვიულოთ. არ ინერვიულოთ. ხო. ურთიერთობაში შეიძლება იყოს რაღაც პრობლემებიც, მეგობრებო, მაგრამ ამ ყველაფერს თქვენ თავისუფლად მოაგვარებთ. კი. რა რთული სიტუაციაც არ უნდა დაგიდგეთ ურთიერთობაში, მეგობრებო, ხო? ყველაფერს მოაგვარებთ. კი. იქნება მტრებიც, იცოდეთ, კი. ამ ურთიერთობას ეყოლება მტრები. მტრები. ჩარევები, ძალიან ბევრს ენდომება, ნუ რაღაც კატეგორია ადამიანების ენდომება ამ ურთიერთობის არევა. არევა, მეგობრებო, აქ იქნება ჭიდილი. კიდევ. მაგრამ აი ნახეთ. თქვენ იმდენად გამოცდილება გაქვთ მიღებული, მეგობრებო, ცხოვრებისეული, თქვენ იმდენად გონივრული ადამიანები მიყურებთ, რომ ამ ყველაფერს თქვენ ისე ლამაზად მოაგვარებთ, ყველას თავის ადგილს მიუჩენთ, მეგობრებო, რომ მე აქ ვერაფერს არა. თქვენ არ მისცემთ ადამიანებს ურთიერთობაში ჩარევის უფლებას. ეს ერთი. და მეორე, თუ კი გინდათ რომ თქვენს ურთიერთობაში არ ჩაერიონ, მეგობრებო, და ამის უფლება თუ გინდა რომ ვერ მოიპოვონ, არ გამოიტანოთ თქვენი ურთიერთობა გარეთ. სააშკარაოდ, საქვეყნოდ, არ გამოიტანოთ. არ გამოტანაში იმას გულისხმობ. კარები გაიხურეთ და იქ რაც გინდათ, იგი გააკეთეთ.
რაღაც ახალ ამბავს ვხედავ მე, ამ ამბავთან დაკავშირებით, რაღაც ახალ ამბავს ვხედავ, თქვენსკენ მოიჩქარის რაღაც ამბავი, რაც მოგცემთ ძალიან დიდ мотивაციას. ეს შეიძლება შეეხებოდეს ფინანსებსაც. რაღაც დაგეგმოთ შეიძლება ამ ამბის მიღებით და გაგებით, ამ შეტყობინებით შეიძლება რაღაც დაგეგმოთ. მეგობრებო, დაგეგმას ვხედავ მე. შედეგს ვხედავ. კიდევ კი, გამარჯვებას ვხედავ და თქვენს წასვლას ვხედავ რაღაცა. წასვლა ან თქვენთან ჩამოსვლა ადამიანის. თუ კი არ გეგმავთ წასვლას, მაშინ თქვენი ჩამოსვლა, თქვენთან ჩამოსვლა ადამიანის. გზას ვხედავ მეგობრებო. შეიძლება იყოს დაწინაურებაც. თუ კი რაიმე თანამდებობის შეცვლას ფიქრობთ. შანსი მოგეცემათ ამასთან დაკავშირებით, სტიმული მოგეცემათ ამასთან დაკავშირებით. იმას რის მოლოდინშიც ხართ. იმას რა ამბავსაც ელოდებით. ეს რას ელოდებით მე არ ვიცი. რასაც ელოდებით მეგობრებო. ამაში გააქვთ წარმატება. იცოდეთ. შანსი გეძლევათ კი. ეს ის არის ზუსტად რასაც თხოვდით უფალს. მეგობრებო. მე არ ვიცი რას თხოვდით უფალს. ხო. ძალიან თხოვდით უფალს. ის რაზეც ძალიან ნერვიულობდით. კი. მე ვხედავ კიდევ გეუბნებით. მე ვხედავ აქ ჭორებს, ენის მიტან მოტანებს, მეგობრებო. არ მისცეთ ადამიანებს უფლება. რომ თქვენზე რაიმე ვთქვათ რაღაც ამბები მიტან მოიტანონ. ან კიდევ შეიძლება არ აყვეთ ჭორებს. კიდევ რა, რას გეტყვით? კიდევ რა? კიდევ რა? კიდევ ის რომ მეგობრებო, მე არ ვიცი ხა ვინაა თქვენ ცხოვრებაში ესეთი ადამიანი მანიპულატორი. მე ვხედავ ადამიან მანიპულატორს თქვენ ცხოვრებაში, ვისგანაც ეს შეიძლება იყოს წარსულიც არ გამოვრიცხა, ვისგანაც გქონდათ ძალიან დიდი გაცვლება და მანიპულაციები, ეს ადამიანი ისე გადმოდგამს ნაბიჯებს თქვენსკენ იცოდეთ, მაგრამ ეს ნაბიჯები იქნება, იცით როგორი, სულიერად ღარიბი ადამიანის. თითქოს ვერაფერს ვერ დაგიშავებთ, მაგრამ ეცდება კი. ეცდება ერთი ნაბიჯი გადმოდგამს, მერე გაქრება, მერე ისევ გადმოდგამს, რომ რაღაცა დაგიშაოთ და მერე ისევ გაქრება. ამ ადამიანს შეუძლია თქვენს ნერვებზე თამაში. ამიტომ ეს ვარ მე და მიიღეთ გაფრთხილებათ, რომ არ ინერვიულოთ ამასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი, სადაც არის იქ, ცალი ფეხით დამბულია, ასე რომ თქვენ ვერაფერს ვერ დაგიშავებთ. თქვენამდე ვერ მოვა ისე, რომ თქვენ რაიმე დაგიშაოთ. იმიტომ რომ ორივე ფეხით ვერ მოდის, ცალი ფეხით მოდის, მეგობრებო და ცალ ფეხა ადამიანი ვერაფერს ვერ დაგიშავებთ. ამიტომ არაფერზე არ ინერვიულოთ. აი დედას გეფიცებით. მეგობრებო, აი დედას გეფიცებით, ისეთი გაბრუებული ვარ ეხლა, რომ თავი სად მაქვს არ ვიცი. ძალიან ვიღაცა ძალიან დამძიმებული სიტუაცია აქვს. შეიძლება ვიღაცა მიყურებდეს ისეთი, ვისაც მართლა რაღაც რთული სიტუაცია აქვს. და შეიძლება მისმენდეს მისი რთული სიტუაციის დასალაგებლად. დღევანდელი თემა შეიძლება მას არ შეეხებოდეს, მაგრამ მისი ენერგია ჩემთან ისე მოდის, ახლა პირდაპირ მეგობრებო თავზე მაზის. დაპატიეთ ესეთი საუბრისთვის მეგობრებო, მაგრამ უნდა ვთქვა. სულთად არ მიიღოთ. მოდი ახლა მინდა ვკითხო ასტრაბარათებს მეგობრებო. არა, მე მინდა მოვიტანო ეხლა მინდა მოვიტანო ჩვენი ოქროს დასტა. ტარო რაიდერი მინდა მოვიტანო მეგობრებო. კარგა ხანია არ გამომიყენებია. ჩემი ძვირფასი საჩუქარი. ჩემი ლამაზი გოგოს საჩუქარი. მეგობრებო. ასე რომ ტარო რაიდერს მინდა ვკითხო ეხლა. ხო. აბა რა, ნამარია. შენი დამსახურება ეს, ეხლა მე ხელში რაც მიყავია. ჩემო ლამაზო.
ყოველ ჯერზე მადლობის მეტი არაფერი შემიძლია გითხრა. თქვენი შეხვედრა, აბა რას გვეტყვის წარო რაიდერი მეგობრებო, იქნება მაგ გითხრას თავის აუტკივებლად. ჩაიფიქრეთ ადამიანი და თქვენი შეხვედრა. თქვენი შეხვედრა მინდა ვკითხო. აი მე როგორ მოიჩქარის. ეს ადამიანი თქვენთან მოიჩქარის მეგობრებო. თქვენი შეხვედრა ძალიან მალე იქნება. იმაზე მეტი მალე იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. კი, ჩემო ძვირფასებო. კი, ნახეთ. ეტლი და იეროფანტი. კი, მეგობრებო. ეს იქნება ძალიან ადრე. 5 და 7. 5 და 7 რიცხვი მეგობრებო, იქ 6 იყო, 5 და 6, 5 და 7. ხო. არ ვიცი რასთანაა, მაგრამ ასეა კი. თქვენი შეხვედრა მოულოდნელი იქნება თქვენთვის. მე აქ დიდ სულიერებას ვხედავ, მე აქ დიდ სიბრძნეს და გამოცდილებას ვხედავ. აი რატომ მიყვარს ეს დასტაც. ძალიან მჭერმეტყველი საუბარი აქვს მეგობრებო. მე აქ თასებს ვხედავ. Queen, თასების დედოფალი. აი მეგობრებო, ემოციით სავსე იქნებით. აი ესეთი ემოცია გექნებათ, ხო? არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან დიდი ემოცია გექნებათ. ხო, ნუ ეხა ეს სულელის არკანი აქაც არის, მაგრამ აქ იცით როგორ არის? ძალიან მხიარულად არის. აქ უკან არაფერი არ ეკაჩება ამ ადამიანს. მიდის წინ, მხოლოდ წინ და უკან არც ერთი ნაბიჯით. თქვენი ურთიერთობა ისე მოულოდნელად აიღებს ალყოს მეგობრებო, გეფიცებით გაგიკვირდებათ. ეს იქნება უცებ თუ აქამდე სტაგნაცია იყო და რაღაც გაჩერებულია და შეჩერებულია სიტუაცია და არ იძვრის, ხო? ერთ დღესაც შეიძლება ისე დაიძრას ეს ყველაფერი, რომ გაგიკვირდებათ, შოკს მიიღებთ. ხო. ძალიან აი გეუბნებით იეროფანტი მეგობრებო. ნახეთ უბრალოდ. და ეტლი. იეროფანტი ეტლი, თასების დედოფალი და ეს არის კიდევ ეს სურათი არის მეგობრებო კიდევ განოლების, თავიდან დაწყების და სიახლეების. ხო. ნახეთ. მოდის თქვენთან დიდი სიყვარული. აღარ გავაგზელებ მეგობრებო. სიახლეები მოდის, მეფე მოდის. აი რა გავაკეთო მეგობრებო, ეს არის ხმლების მეფე, ანუ მოქმედებაში მოდის თქვენი სიტუაცია. 2 ტუზი. რა გავაკეთო? ხო. გაჩერებული სიტუაცია დაიძრება. კი და აი რა ვქნა თასები. თქვენ ერთად ყოფნა გიწერიათ. მე აქ დიდ სიყვარულს ვხედავ, უფლიდან დალოცილ სიყვარულს ვხედავ. მე აქ ვხედავ ორივე სიყვარულს, ორმხრივ სიყვარულს. მხოლოდ ერთი ან მხოლოდ მეორე არა, ორივე მეგობრებო. ნახეთ, ორივე. ორივე სიყვარულს ვხედავ, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, დაეყოფილიყოს ასე. კი. ძალიანაც კარგი. აი, ჩვენი ტარო რაიდერი. როგორ მიყვარს? ხო, თავის სათქმელს უცებ ამბობს მეგობრებო, ხო ხედავთ? უცებ ამბობს თავის სათქმელს, კი. ძალიანაც კარგი. ეხლა გადავიდეთ ასტრაბარათებზე. უფალი მოწყალია და დიდია ნამდვილად მეგობრებო. თქვენი შეხვედრა, როგორ ჩაივლეს თქვენი შეხვედრა მეგობრებო? აბა რას გვეტყვის ტარო ასტრაბარათები რა ტარო? ასტრაბარათები რას გვეტყვის? თქვენი შეხვედრა როგორ ჩაივლეს? ხო მეგობრებო, აი ნახეთ ეხლა. მე ვხედავ აქ დიდ მიზიდულობას, მიჯაჭვულობას. თქვენ ისე მიეჯაჭვებით ერთმანეთს მეგობრებო, ხო? თქვენ ძალიან მიეჯაჭვებით ამ ადამიანს, კი? მე აქ დიდ მიჯაჭვულობას ვხედავ. ეს კარგიც არის და ცუდიც მეგობრებო. ერთიც კარგია და მეორეც. მაგრამ არა, კარგიც არის და ცუდიც. ზედმეტი არ ვარ გათორე, ხო? კიდევ თქვენი ურთიერთობა. აი მეგობრებო, ნახეთ ახლა თქვენი შეხვედრა და დიალოგი. ეს ის არის, აი ზუსტად თქვენ მოარგებთ ამ გასაღებს.
სწორ საჭირო ადგილას და საჭირო დროს. აი ეს ის არის ზუსტად აი მფარველობს ანგელოზი და გასწავლით თუ სად უნდა გააღოთ კარები. მოდი ასე ვიტყვი. ხო, რაც თქვენია თქვენთან მოვა, რა თქმა უნდა, არსად არ წავა? და ანა მარია, ცუდად რატომ ხარ? ჰა? ანა მარია. გავაგზელებ მეგობრებო. ძალიან დიდი ხანია ესე გეუბნებიან რომ წადი აქ მოარგე გასაღები. წადი ეს კარები გააღე. წადი და გააღე ეს კარები, მაგრამ არ იქნა და ვერ გააღეთ ეს კარები. ხო, მიეჯაჭვები ზუსტად ანა მარია. ზუსტადაც. დაინახა კიდე თუ არა? ამაუყურე ერთი. ხო. კიდევ თქვენი შეხვედრა, აი მეგობრებო. ეს არის ის ოცნება, რაზეც ოცნებობდით თქვენ. მხოლოდ თქვენ არა, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანიც. მოდი ასე ვიტყოდი კი. ეს არის ზუსტად ის, რაც თქვენია. ეს არის ის ადამიანი და ის იმედი და რწმენა, რაზეც ლოცულობდით და რაც მოგცემთ ძალიან დიდ ძალას. ხო. ეს ურთიერთობა იქნება განსხვავებული. ეს ურთიერთობა იქნება ძალიან ჰაეროვანი. ეს არ იქნება მძიმე ურთიერთობა, მეგობრებო. ძალიან ბევრი ოცნებები გექნებათ, ძალიან ბევრი გეგმები გექნებათ, ძალიან დიდი რწმენა გექნებათ. კი. ძალიან დიდი რწმენა გექნებათ. გექნებათ ორივე ჯადოსნური ჯოხი. ერთი არა, ორივეს გექნებათ. ორივესთვის, ორივე ერთმანეთისთვის იქნებით განსხვავებულები, მეგობრებო. კიდევ თქვენი შეხვედრა, ახალი დასაწყისი. თქვენი დიალოგი დაჯდებით, მეგობრებო, და დაგეგმავთ და გადაწყვიტავთ ყველაფერს. როგორ დაიწყოთ ახალი ცხოვრება, რას გააკეთებთ, როგორ გააკეთებთ, რას გადაწყვიტავთ, სად იცხოვრებთ, როგორ იცხოვრებთ, ხო, რა იქნება, ყველაფერს დაალაგებთ. კი. კი, მეგობრებო. სურვილით, ორივე სურვილით. ნახეთ ახლა, ორი ანგელოზი. ხედავთ, ხო? ძალიან ბევრ ქარცეცხლში გაივლით, მაგრამ ერთად გაივლით, მეგობრებო. ორივე იქნებით ერთად. ცალ-ცალკე არა, ერთად. კიდევ თქვენი შეხვედრა და დიალოგი. თქვენი შეხვედრა და დიალოგი. თქვენი ურთიერთობა იქნება გაანალიზება. გაანალიზებთ, დაგეგმავთ და შედეგებზეც კიდევ იმჯელებთ, მეგობრებო. მე მიყვარს ესეთი ურთიერთობა. მე მივესალმები ესეთ ურთიერთობას მაგალითად. სხვანაირად არც უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა. აქ არ იქნება ბრძანებლური ტონი, აქ არ იქნება ვალდებულება, აქ არ იქნება დაძალება, ან რაიმეს მოშლა, არა, არავინ არაფერს არ აგიგრძალავთ და არავინ არაფერს არ დაგაძალებთ. ყველაფერი იქნება ნებაყოფლობითი და შეთანხმებით, ურთიერთგაგებით, მოლაპარაკებით, დათმობით. შენ მე შენ, ჩვენ. შენ კარგად დაგიმახსოვრებია მაგი 5 რიცხვი დავით. მეგობრებო, არასოდეს არ გავიხსენოთ წარსული. ნუ ახლა შეიძლება ვერ წავშალოთ გონებიდან, მაგრამ არ მივცეთ უფლება რომ რაღაცა ხასიათი და განწყობა შეგვიცვალოს. ეხლა წარსულს რა დამავიწყებს, როგორ შემიძლია დავივიწყო წარსული? მაშინ უნდა ამნეზია დამემართოს, მეგობრებო, და ამნეზიის დამართება ნამდვილად არ მინდა. ხო. რას ქვია ამნეზია დამემართოს? ამნეზია რო დამემართოს, ეს იმის ნიშანია, რომ შეურიგდე უნდა და გამორიცხულია. პირიქით. მალმალე ვიხსენებ. პინგვინ, როგორ ხარ?
ხო, ასია მეგობრებო. წარსული უნდა გვახსოვდეს როგორ არა, მაგრამ ახალ ცხოვრებაში წარსულის გამოცდილება გამოგვადგება. მეტი არაფერისთვის არ გჭირდება წარსული. საჯარო ლაივი არ გვაქვს ფასიანი. მე ლაივი არასოდეს არ მაქვს ფასიანი მეგობრებო, მაგრამ არც კითხვა პასუხი მაქვს. ანა მარია ნიშნობა მაქვს 5 რიცხვში. ანა მარია ნიშნობა მაქვს 5 რიცხვში. ხო, რა პრობლემაა? ახლოს კი ხარ ხო, ანა მარია? ჩვენი დღევანდელი ლაივის თემა არის თქვენი შეხვედრა და დიალოგი. აა? ანა მარია ხადაობ? გოგო? რა დღეში გაქვს ნერვები? ყველაფერი კი არ დაიჯერო, რასაც ვამბობ, ქალო? მეგობრებო, გავაგზავნებ კიდევ. თქვენი შეხვედრა და დიალოგი. თქვენი შეხვედრა იქნება ძალიან ძლიერი. ეს მოგცემთ ძალიან დიდ ძალას, ეს მოგცემთ გამარჯვებას, ეს მოგცემთ ძალიან დიდ სტიმულს. ძლიერად დადგებით ფეხზე, მეგობრებო. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, ეხლა მე აქ რას ვხედა. ეს ურთიერთობა მოდის ნელი ნაბიჯებით, მაგრამ ამყარად, მეგობრებო. თქვენი ურთიერთობა იქნება ნელი ნაბიჯებით, მაგრამ ამყარად და ძლიერად იდგებით. კი, სიძლიერით, მეგობრებო. რა თქმა უნდა, დიალოგით ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს. ურთიერთგაგებით, დაფასებით, ურთიერთშეთანხმებით. რა თქმა უნდა, ესეთი ურთიერთობა მისაღებია. თქვენი შეხვედრა დასრულდება არა, თქვენი შეხვედრა ყოველთვის იქნება და მოგცემთ ძალას. თქვენი შეხვედრა და დიალოგი იქნება ძალის მომცემი, ძალას მოგცემთ. რა თქმა უნდა, დაჩქარებული არაფერი არ ვარ გამეგობრებო. ჩქარა მოიცადე როგორა, რუსები რო ამბობენ. პასპიშიშ, ლუძენ თუ როგორა? ხო, რაღაც ასია. რაღაც ასე ამბობს. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, რაც ნელა მოხდება, ყველაფერი მოხდება მყარად და ყველაფერი იქნება. ვაიმე, ამას ნახეთ რა აწერია მეგობრებო. აგე, ესეც მე ვარ. აგე, რა აწერია. ესეც მე ვარ. ხუთიანი. მეგობრებო. ხუთიანი. ხო. ეს არის მოქნილობა. ეს არის სიძლიერე. ეს არის ჩემთვის გამარჯვების სურათი. აი როგორ ძლიერად და მყარად ზის ადამიანის სპილოზე. სპილო როგორია ვიცით ხო, მეგობრებო? ძლიერია. ხო. ასე რომ ყველაფერი იქნება კარგად. ყველაფერი იქნება ხუთიანზე. ყველაფერი იქნება ხუთიანზე და ყველაფერი იქნება კარგად. ესეთია პასუხი. თქვენი შეხვედრა და დიალოგის. ასე რომ მეგობრებო და ნახეთ ქვემოდან რა ფოტოა. ერთი წუთით პაზლი. აჰა. და ეს იქნება კიდევ შეიძლება სადმე გამგზავრება დაგეგმოთ. აი, მეგობრებო, მორბის ადამიანი არ მორბის. მოფრინას.
მოფრინავს სიწმინდით, მოფრინავს ოჯახის შესაქმნელად, მოდის აი სიკეთით, ხო, ამ შემთხვევაში ესე მოდის კი. მოდის მეგობრებო, თქვენთან ძალიან დიდი სიყვარული მოდის, თქვენთან მოდის ერთგულება, თქვენთან მოდის ხვავი და ბარაკა, ამ ადამიანს მოაქვს თქვენთვის ხვავი და ბარაკა. კი, ნახეთ, მოდის, არა მოქრის და მოაქვს. და მე ვხედავ აქ გამგზავრებას. იქნებ ვინმე გაიმგზავროთ, ან სამოგზაუროდ წახვიდეთ ერთად, ან რაღაცა დაგეგმოთ, რაღაცას ვხედავ აქ მე. მე აქ რაღაცას ვხედავ კი, საიმისოთ, რომ რაღაცას დაგეგმავთ მეგობრებო. გავიმეორებ, ამ ურთიერთობას შეიძლება ყავდეს ბევრი მოშურნე და 1-2 მტერიო რო იტყვიან, მტერი როგორი მტერია ხა თვალით შეიძლება მეგობრებო, მაგრამ თუ კი გაუფრთხილდებით თქვენს ურთიერთობას და სხვის დასანახავად, ხა არა სავალდებულო ყოველთვის ჩაეხუტოთ და არ ვიტყვი ხა ჟარგონულ სიტყვებს აქ, ხო? თუ კი გაუფრთხილდებით ამ ყველაფერს, ხო? ყველაფერი გექნებათ ხუთიანზე. ოთახი გამოიხურეთ და რაც კარები გამოიხურეთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ იქ, მეგობრებო. ხო, ასე რომ ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. უღრმესი მადლობა ყველას. მადლობა ყველას მეგობრებო. მშვიდობიანი ღამე ყველას. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. მინდა იყვეთ, უბრალოდ მინდა რომ იყვეთ ბედნიერები. გააუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, გააუფრთხილდით თქვენს ბედნიერებას, იმ ურთიერთობას გააუფრთხილდით, რომელიც ესე რთულად გეძლევათ. გააუფრთხილდით მეგობრებო. კი, ძალიან რთულად გეძლევათ. მადლობა დავით. ძალიან რთულად გეძლევათ ეს ყველაფერი, მაგრამ გააუფრთხილდით, არა უშავს. ვიცით, ადვილად მოსაპოვებელი არაფერი არ არის კარგი. ესეც კარგად ვიცით. ამიტომ, ხო. რასაც მოვიპოვებთ ჩვენი შრომით და ჩვენი ადამიანობით, იმას უფრო უნდა გაუფრთხილდეთ და თუ კი გაუფრთხილდებით, შედეგიც ძალიან კარგი გვექნება. მოკლედ, მშვიდობიანი ღამე ყველას. უღრმესი მადლობა ყველას. მინდა იყვეთ დალოცვილები, მინდა იყვეთ ბედნიერები და დაეყოველი ხვალინდელი დღე ყოფილიყოს იმედის და რწმენის მომცემი. მადლობა ყველას, მადლობა რომ არსებობთ. დიდი მადლობა. აბა დროებით. ხო. ხუთიანი დაიმახსოვრეთ. ხუთიანი.